Ალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიას. საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტი. საქართველოს კონსტიტუცია და ბიბლია. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მივესალმები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, მივესალმები საარჩევნო კოლეგიის წევრ პარლამენტარებს, ავტონომიების და თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მივესალმები კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრეს და წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერლებს, სამხედროებს, პოლიციელებს, მივესალმები მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, მოგესალმებით საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქვეყნის შიგნით და გარეთ. დღეს ისტორიული დღეა. ყველა საქართველოს პარლამენტში და მის სასახლეში, ამ ისტორიულ დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 33 წლის თავზე, ჩვენ მართავთ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას. დღევანდელი ცერემონიით სრულად შედის ძალაში საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მყარდება საპარლამენტო რესპუბლიკა, რამაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლები. 2 კვირის წინ, 2024 წლის 14 დეკემბერს, აქ, ამ დარბაზში, ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს, იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი. იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი. იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზის ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა. მათ შორის ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს 1,120,000 ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევი ნების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მე-6 პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის გამტკიცებასა და საქართველოს სათანადო წარმოჩენაში მსოფლიოს ერთა წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გსურს ასევე საფუძველი ჩაუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში, დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში. სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის საქართველოს პარლამენტმა გამოსცა საინაუგურაციო კონსტიტუცია. დაიბეჭდა მისი 3 თანაბარწონადი ეგზემპლარი, რომლებიდანაც 1 შეინახება საქართველოს პარლამენტში, 1 დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში,
და ერთი საქართველოს ეროვნულ არქივში. საინაუგურაციო კონსტიტუციის ზუსტი ასლები ასევე გადაეცემა პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრებს და ინაუგურაციაზე დამსწრე პირებს. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ, რომელმაც საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის შემკული ბიბლია. ისევე როგორც საინაუგურაციო კონსტიტუცია, ეს ბიბლიაც დაცული იქნება საქართველოს პარლამენტში, როგორც მომავალი პრეზიდენტების საინაუგურაციო ბიბლია. მეგობრებო, დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნულ ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება. მინდა ბატონ მიხეილ ყაველაშვილს უსურვე ყოველი წარმატება მისი საპატიო მისიის აღსრულებაში. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი სამშობლოს მფარველი. მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის სპიცი. მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. მილოცავთ ბატონ პრეზიდენტო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა. მოგესალმებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს,
კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრებს, სხვა კონფესიის წარმომადგენლებს, გენერლებს, სამხედროებს, პოლიციელებს. მივესალმები მართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები სრულიად საქართველოს. მათ შორის განსაკუთრებული სიყვარულით და მონატრებით მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს და მივესალმები ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებ თანამემამულეებს. პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო იმ დობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა ჩემი კანდიდატურის წარდგენის, ხოლო საარჩევნო ხმის მქონე დელეგატებმა საქართველოს პრეზიდენტად არჩევით გამომიცხადეს. საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა. ჩვენმა ჭირ ვარამ გამოვლილმა ხალხმა კი საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად ერთი შეხვედრით შეუძლებელი შეძლო. მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან, ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან 1000 წლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ერი ვართ, რომლის ჩამოყალიბებაც უძველეს დროში დაიწყო. ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია, მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდებოდა და იცავს მუდმივად ქართველი ერი. ჩვენ შევქმნით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით, საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს. მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ჩვენს ხალხს ხასიათი გამოუცო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა. ერთობის, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული, სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია. ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ბუნება, ისტორია და კულტურა კარგად ჩანს ჩვენს ენაში, რომელიც მსოფლიოს უძველეს ენათა შორის იკავებს საპატიო ადგილს. არაერთი ქართული სიტყვა, ფრაზა თუ გამონათქვამი ანარეკლია ჩვენი წარსულის, რომელიც სავსეა ქართველი ხალხის თავდათების თუ შეუპოვრობის ისტორიებით. ქართულ ენაზე შექმნილია მსოფლიოს დონის არაერთი შედევრი, რომელიც დღესაც აღართოვანებს კითხვებს. ქართული ენა ყველაზე კარგად აჩვენებს ქართველი ადამიანის ხასიათს და იმ ემოციებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი. ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა. როდესაც ჩვენ ერთს სიმშვიდეში, შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ ქართული სუფრა, არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციების და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე კარგად გვიჩვენებს ჩვენი ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეღელოდ იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით რომ მომებისგან დაქანსული ქართველებს მშვიდობა სანატრელი გვაქვს ქცეული. ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენის და გაერთიანების მთავარი საწინდარია. კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება,
უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა, მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ კი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით. გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დარყნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ. უკაცრავად. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციებით გამოვირჩევით, რიცაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს. წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ ხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენს ქვეყანას არაერთი გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს მოვახერხეთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ერთადგომით. გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივცემულობას და ამპარტავნულ დამოკიდებულებას, რომელიც მოითხოვს პატივისცემ ჩვენ ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრან ჩვენ სამშობლოს. სწორედ ასეთი მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავებით. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას. ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში ქართველების მხარდახარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ისტორიას უხვადა აქვს შემორჩენილი მსგავსი გმირობის არაერთი ფაქტი. მიხარია დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლიერება და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენი ვალია თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენ აფხაზ და ოს დაძმებს, ვისთან ერთადაც საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ქმნიდით საქართველოს ისტორიას. მხარდამხარ ვიცავდით ჩვენ სამშობლოს გარეშემტრებისგან, წერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს, ქმნიდით ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ოჯახებს. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომისიარები და გავაგზავნოთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებზე ურთიერთპატივისცემის და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება ერთიან ძლიერ საქართველოში. დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავსმოხვეული საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია. მათი შეხედულებების თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი. იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა. ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციის და გაერთიანებისკენ.
მიუხედავად იმისა, ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო, მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ. ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია. სიტყვა თავისუფლება უფლებასთან ერთად ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა. ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის და სარწმუნოების პატივისცემას. ქართულ ენაში თავისუფალი სიტყვა სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის უფალი, არ იყო დამოკიდებული არავისზე და არაფერზე, საკუთარი სინდისის, ნამუსის, ადამიანობის და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში, ისევე როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენ საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას, დისკუსიას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა. სწორედ ჩვენ, საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა, პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოებისთვის და ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუ კი არსებობს ქართველი ადამიანი, ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, ვის ან რა შეიძლება ემსახურებოდეს. მე კი ჩემო ძვირფასებო, მე მჯერა ქართველი ადამიანის, მე მჯერა ჩვენი ერის სიძლიერის, მე მჯერა ჩვენი ისტორიული გამოცდილებით, ღირებულებებით, ქართული ხასიათით ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო. მე მჯერა რომ სიყვარული გაიმარჯვებს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, სიყვარულით სავსე საქართველოს. ვერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დასრულებულია.
შენი პირადი პრეზიდენტურა.